რა მაინტერესებს დღეს დაიდო 2024 წლის შობადობის მონაცემი, დაბადებულთა რაოდენობის მონაცემები რა. 39000 ბავშვი დაიბადა 39483 ბავშვი დაიბადა. აგერ შეგიძლიათ ცხრილია ჩვენოთ საქსტატის მონაცემებია, ხო? 23-ში დაიბადა 40200, 24-ში 39400. ეს არის როგორი ვარდა, იცით? 2014 წელს დაბადებულთა რაოდენობა იყო 60000. ორჯერ შემცირდა რა. არა, ორჯერ მესამე. რა დაკლია 9000 გამოვაკელი და ორჯერ არის. ნუ აი რა მესამე. ვიყოთ აი 40000-მდე დავამრგვალოთ, რო არ მოგვედავამ და თქვათ, რომ აი 1/13 მოსახლეობის შობადობამ 1/13-ით იკლა 10 წელიწადში. და რატო ავაკრიტიკებთ მთავრობას და რა არ მოგწონს? აი ვიღაცები ამბობენ რომ მაგას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მოდი მაინც მე გავაჟღერებ და მე გინდა ის დამარქვით რაღაცა, რავი, რაც გინდა ის დამარქვით რა. მაგ ასე თქვათ ახალშობილებში კიდე ეროვნებით ქართველი რამდენია? ეგ კიდე ცალკე დამატებითი კითხვა არის. საქართველოს რო სუროგაციის ცენტრად გადააქციეს, აქ რო უბრალოდ ინკუბატორად იყენებენ ქართველ ქალებს და მერე რო ეს ბავშვები უცხოეთში გაყავთ, მაგისი წილი რამდენია კიდე მანდ ეგეც ხო არ ვიცით არა? და რეალურად არის კატასტროფული მდგომარეობა რა დონეზე. ჩვეულებრივად სიტუაცია მიდის აქამდე. აი ეხლა ხო საქართველოში დავამიდის რაღაც აი მიშა ბიძინა, ევროპული მომავალი, რუსეთის საფრთხე, ამერიკის და ტრამპის განწყობები. სინამდვილეში არაფერს მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ამასთან შედარებით, იმიტომ რომ ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ კვდებით. და კიდე 10 წელიწადში კიდე ესეთი ვარდნა თუ წავიდა, მორჩა რა, 10 წელიწადში დამთავრდება. აღარ ვიქნებით, ანუ მორჩა დამთავრდა. ხალხო, ესეთი პროდასავლური, ეროვნული, ესა ბიძინა საქართველო, მიშა საქართველო, ჯემალ სამჭკუაშვილის საქართველო, ვინ იქნება მართ, ვაფშე მნიშვნელობა არ ექნება მაგას ხალხო. აღარ ვიქნებით ნიშნავს ეს მაგას. მანდ მარტო იმისი ვარდნა კი არ ხდება, აი ჩვეულებრივად აი მაჩვენებელი ხო არის დავუშვათ ამდენი ბავშვი დაიბადა. ეს აბსოლუტური ზუსტი ციფრები. ყოველ 100000 ადამიანზე რამდენი იბადება მაგის ანუ ვაფშე ყველაფერი ფუშდება რა. მარტო ის კი არ არის რომ შეიძლება მოსახლეობა შეგვიმცირდა და ამიტომ შემცირდა შობადობა. ეგეც არის, მაგრამ რაც არის დარჩენილი ისინის ნაკლებად აჩენენ ბავშვებს. ანუ სინამდვილეში ხა შენ რაც ახსენ ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის. მარტო ჩვენ რო საუბრობთ და ეს ჩვენი ფლანგი რო საუბრობს ამ პრობლემაზე და ხელისუფლება რაღაც კლოუნადით რო არის ხა. ეს დღეების ბრალია, დაკავებული. ხალხო, დაუკვირდით ციფრს, აი კატასტროფის მასშტაბს უბრალოდ დაუკვირდით. 10 წლის წინ საქართველოში იბადებოდა 60000 ბავშვი წელიწადში. ეხლა იბადება 39000 ხალხო. 10 წელიწადში რამხელა ვარდნა გვაქვს. კიდევ 10 წელიწადში რაღა დარჩა, ანუ დაიბადება 10000 ბავშვი? ხო და ვისი პასუხისგებლობის საკითხია ეს? ჩემი ბრალია? ეს ხომ ამ ხელისუფლების, ამ სისტემის ბრალია ის, რომ საქართველოში ქართველი აღარ იბადება და უფრო მეტი კვდება, ვიდრე იბადება. ხო, ეგეც ნიშანდობლივია, 10000 ადამიანით უფრო მეტი კვდება, ვიდრე იბადება. ანუ ყოველ წელს ბორჯომის ზომის ქალაქი ქრება. ყოველ წელს ერთი ქალაქი ქრება. და ვისი პასუხისგებლობა, ვინ მიიყვანა ეს ქვეყანა ამ მდგომარეობამდე? ჩემი ბრალია? ჩვენ დავუშვით ეგ? თავისი ლიბერალური პოლიტიკით
თავისი უსამართლობით, უკანონობით, ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობით რაღაც ზღაპრებს რო ყვებიან და იმედი რო რაღაც იმებს პროპაგანდისტულ იმებს დებს ახლა ინფორმაციებს რომ მე-4 ადგილზე ვართ რაღაცა იმის ინდექსით, რაღაცა გამოკითხვებით, იმის ბედნიერების ინდექსით თუ რაღაცა 4-ულში ვართ, რატო ვკვდებით? ბედნიერი თუა ადამიანი რატო კვდება? ეგ როგორი რაღაცა არის, იცი? აი უკიდურესი დებილების მეტი რო არავინ არ დაიჯერებს. აი ეგ მარტო ადამიანებზე კი არ არის კაცო ეგრე. ეგ არის აი ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი რო არისო ნორმალურ პირობებში ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი მრავლდება. რა თქმა უნდა. და ანუ ოცნება რას გვეუბნება იცი რომ ქართველები გახდნენ უფრო ბედნიერები, უფრო მდიდრები და ამიტომ ბავშვების გაჩენას თავი დაანებეს და გაქცევა დაიწყეს ამ ქვეყნიდან. აი ამას გეუბნება ხელისუფლება და საქართველოს აი მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას ესე უყურებს და დიდარი ყოფილვარ, ბედნიერი ყოფილვარ, სამართლიანობა ყოფილა და ამიტომ აღარ ვაჩენთ ბავშვებს და ამიტომ გავრბივართ ამ ქვეყნად. გასაგებია, რა კაი მთავრობა ყავს. აი ამას ხალხი ჭამს. მთელი ტრაგედია ის არის რომ TV იმედს რო ჩართავს ვიღაცა და მაგას მოყვებია რომ კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველოს არის მოწინავე. ბიჭო რა კორუფციის აღქმის ინდექსით კი არა საქართველოს აღარ იქნება. 10 წელიწადში. ბავშვი საქართველოს აღარ იქნება. აი 10 წელიწადში და მაქსიმუმ 15 წელიწადში ეს ტენდენცია თუ გაგრძელდება. მორჩა 10 წელიწადი ისე სწრაფად გაივლის რომ ვერც ვიგრძნობთ. ეს თუ გაგრძელდა. მოდი დამატებით კიდე წავიკითხავ სტატისტიკას ამაზე როგორც ჩანს ეს არის მოღალატეობა ამ სტატისტიკის კითხვა და ნავისყეობა, მაგრამ წავიკითხავ აქ ეს ახალი ცხრილი ნახე საქსტატზე მხოლოდ 2016 წლიდან იწყება 2014 წელს დაბადებულთა რაოდენობა იყო 62000 როგორც მახსოვს 60000 ზემოთ იყო ნამდვილად 62000 როგორც მახსოვს, მაგრამ ამ შემთხვევაში 2016 წელს დაიბადა 56500 ბავშვი, ხოლო 2024 წელს დაიბადა 39400 ბავშვი. უნდა იცოდეთ, რომ 39400 ბავშვი არის ყველაზე პატარა მაჩვენებელი, ყველაზე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. რაც აი დამოუკიდებლები გავხდით, ყველაზე ცოტა ბავშვი დაიბადა შარშან. პარალელურად ქორწინებათა რაოდენობა 2016 წელს იყო 25000, უკვე კატასტროფულად დაცემული, ხოლო 2024 წელს 21000. ანუ შემცირებისკენ მიდის ძალიან ცალსახა ტენდენცია. განქორწინებათა რაოდენობა 2016 წელს იყო 9500, 2024 წელს არის 13500. ანუ ქორწინებების რაოდენობა მცირდება, განქორწინებების რაოდენობა იზრდება, ბავშვების შობადობის რაოდენობა მცირდება. ეხლა დაეთყო ქვეყანას რომ ააყვავეს კაცო, აი ეხლა ემიგრაცია ეთყობა რა. ემიგრაცია ვთქვათ. იმიგრანტთა რიცხოვნობა, ანუ ჩამოსულები, აი რომ ჩამოდიან იმიგრანტები, უცხოელები რომ ჩამოდიან, 2016 წელს 90000 ადამიანი ჩამოვიდა. ხოლო 2023 წელს 179000 ადამიანი ჩამოვიდა და 2020 უკაცრავად 22 წელს ჩამოვიდა 179000 და 23 წელს ჩამოვიდა 205000 ადამიანი. 24 წლის მომცემი ჯერ არ 23 წელს ჩამოვიდა 205000 მიგრანტი საქართველოში. ხოლო გასულით 2016 წელს გავიდა 98000 ადამიანი. და წლების მიხედვით ზრდა არის და 2023 წელს გავიდა საქართველოსდან 255000 ადამიანი. ანუ გენოციდი 245,000 ადამიანი წავიდა ქვეყანაში. არც ერთ ომში არ დაგვიკარგავს იმდენი ადამიანი, რამდენი საქართველოს ბოლო 10 წელიწადში საქართველოს რამდენი ადამიანი დაკარგა ამ ჩუმი, აი ამ ქართული ოცნების მართლობით. არც ერთ ომში არ და არც ერთ დამყრობელს არ გაუჟლიტია. არ გაუჟლეტია იმდენი ქართველი, რამდენის დავკარგეთ, ასე ჩუმად. თან ისე რომ ვერც იგებ. სახელსაც ვერ არქმევ, იმედს გადართავ, რაღაცა ტაშფანდურია,
აქეთ სხვა არხებზე გადართავ, სხვა რაღაცაზე საუბრობენ. გაправება გინდა გითხრა. თემ სოფლიოში არის მოსახლეობის კლების ტენდენცია. საქართველოს გამონაკლისი არ არის, რა შუაში მან მთავრობა, ყველაფერი კარგად არის, თქვენ ნავს მოარყევთ, ეგ ნაცების წყალის დასხვა, მე მგონი თქვენ თვითონ ხართ ნაცი. ეგეც, ან რატომ იდიან მე სხვა ქვეყანაში კაცო დარჩნენ? ან მთავრობა არ უნდათ, მე მგონი მაგათ, ანუ იქ მიდიან მონურად ბავშვებს არ შრომობენ და აქ თურმე მუშაობა არ უნდათ. და მე რა მაინტერესებს, იცი? აი ეს ფემინისტური და ლიბერალური კანონები რომ მიიღეს და ოჯახური ძალადობის მოტივებით ვითომ და ოჯახების ნგრევით რო არიან დაკავებულები და მამაკაცებით რო გატენეს ციხე. რამე კავშირში პატიმრების ნახევარზე მეტი რო ეგრეთ წოდებული ოჯახური ძალადობის მუხლებით რო ზის. ეგ შემთხვევით ხო არ არის კავშირში ამ ყველაფერთან, რო კაცს უკვე ეშინია ოჯახის შექმნა. ან ვინც შექმნა იქ ეს ლიბერალური მიდგომებით შედის პოლიცია და ერთმანეთს აპირისპირებს ოჯახის წევრებს, მამას, შვილთან, ცოლს, ქმართან და შენ მაგის ბრალი ხო არ არის შემთხვევით, როგორ ფიქრობთ? ან ის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა რაც არის ქვეყანაში, რომ არანაირი სამუშაო პირობები რო არ არსებობს და ადამიანები იძულებულები რო არიან სხვაგან წავიდნენ. მაგის ბრალი ხო არ არის? ან არანაირ სოციალურ პაკეტს რო არ თავაზობს ჩვენი სახელმწიფო ახალ დაოჯახებულ იმებს წვილებს ან მესამე ან ბავშვი რო იბადება არანაირი შეღავათი რო არ არის მაგის ბრალი ხო არ არის შემთხვევით როგორ ფიქრობთ? მე მგონი მაგის ბრალია. მაგის ბრალია და კიდევ იმის ბრალია რომ საერთოდ ეს ხელისუფლება ხო თავისი პოლიტიკით ეხა მაგალითად ეს ძალიან არ უყვართ, ძალიან არ სიამოვნებთ ამას რომ ლაპარაკობთ, მაგრამ ნუ სიმართლე უნდა ითქვას. აი ეს არაბების 6 მილიარდი რო შემოგვთ, ეგ რატო შემოგვთ ქართველები რო გამდიდრდნენ? რატო შემოგვთ? რატო ჩვენთვის აკეთე? ეს არაბული ქალაქი რო უნდა ააშენონ. აქ ქართველებისთვის აშენ ვის აქვს მაგის ფული საქართველოში რომ იმათი აშენებული ისინი იყიდონ. ზოგადად რა არის იცით? ეს საქართველოს ეს პოლიტიკური ელიტა თავისი ჯიბის და თავისი თავის გარდა აი ერთი წუთი სხვაზე არ ფიქრობს. ერთი წუთი აი ის კი ბევრი კი არა კაცო. აი უდნა აი ერთზე მაინც დაფიქრდი სხვაზე, ერთ ვინმეზე. მარტო შენ თავზე რო არის ფიქრო და ეგეთი მოცემულობაა საქართველოში რომ აი უბრალოდ აი ეხლა უცბად რაღაცა ფულს ჩაიდებს და მერე იგულავებს. აი ამისთვის არის მთელი მთავრობის სისტემა აწყობილი. ერთი დღით ცხოვრობენ. აი სანამ შეუძლია, სანამ სავარძელშია და მთავრობაშია რომ მაქსიმალური იშოვოს, ცხადია კორუფციის ხარჯზე და ჩვენს ხარჯზე, მერე აქედან დატყდეს აი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და სადღაც იცხო და რატო გაზდით ეს ყველაფერი დავამატებ ორი სიტყვა. ამას რატო ვითმენ ჩვენ? რატო გაზდით იცით? იმიტომ გაზდით რომ ოპოზიცია ყავს თავის ზეუარეს. ის ოპოზიცია ხალხს გული უსკდება, ოღონდ ის ოპოზიცია არ მოვიდეს და შიშით აძლევს ხალხი ხმას უარეს ელოდება იმად. უარესის მოლოდინში. ოცნებაზე ეხა შეტევის ხაზი რა არის? ევროპული პერსპექტივა იკარგება ხალხო, ბიჭო, ევროპული პერსპექტივა დედაცვატირე კაცო, ამაზე მიაწექი. აი მთავრობას რაზეც უნდა თავზე დაახიო ყველაფერი არის, რომ რანაირად მოახერხე შენი მართვის პირობებში 10 წლის წინ ისევ შენ რომ მართავდი რამდენიც იბადებოდა საქართველოში ადამიანი გაანახევრე. ნუ აი ეგ რანაირად მოახერხე. ეგ არის შენი მმართველობის შეფასება და ერთს ვიტყვი კიდე რა. ომებში აი 90-იანებში უბედურებაში შიმშილი რო იყო, ტყვიები, ზუზუნი რო იყო, ბანდები რო დათარეშობდნენ, მაშინ არ იყო ასეთი ვარდნა. ანუ შენ რა მოაწყვე ასეთი ამ 10 წელიწადში რომ გაანახევრე. რა საოცნებო საქართველოა ეგეთი, რომ ხალხი აღარ იბადება აქ და გარბის და
მე მინდა კიდე დეგენერატებზე ვილაპარაკო ცოტა რა. იმიტომ რომ არსებობს ცალკე აი ესეთი ფენა დეგენერატების, რომლებიც რას ფიქრიან, იცი რომ თავრობა ეხა ამას ვერ ხედავს. არ იცის. რადგან ეგეთი მთავრობა? პრობლემა კი არის, მაგრამ მთავრობა მაგას ვერ აღიქავს, აი ცოტაც მოვითმინოთ და მთავრობა ამ პრობლემას დაინახავს და მერე მიხედავს და აი დეგენერატებს რატო ეძახი იცი რა გითხავს? მთავრობა ამ პრობლემას ვერასდროს ვერ დაინახავს, იმიტომ რომ მთავრობის და მაგ ფინანსური ეტის ნაწილი რომელიც არიან, მაგათ ეს პრობლემა არ შეეხებათ არასდროს. აი წევრი იმას რო ჩართავ, რატო გიყვებიან, რომ ყველა ბედნიერია, ყველა მაძღარია, არავის პრობლემა არ აქვს და სამართლიანობა ზეიმობს. იმიტომ რომ ვისიც არის ეგ ტელევიზია, იმათ შიდა წრეში ეგ მართალია. აი, ოცნების პოლიტიკურ და ფინანსური ელიტის შიგნით მართლა ყველა მაძღარია, არავის არაფერს არ ეშინია, კარგად ცხოვრობენ, ბავშვებსაც აჩენენ, არაფერი პრობლემა არ აქვს მაგ ხალხს. ამიტომ მაგ ხალხს ეს პრობლემა არ შეეხება და ვერც დაინახავს, იმიტომ რომ მაგათთვის ეს პრობლემა არ არსებობს. ეგ პრობლემა არსებობს შენთვის. და სანამ შენ ელოდები, რომ მაგათმა არ იციან, ტვინი გაუნათდებათ და მერე მოგხედავენ, მანამდე ხარ დეგენერატი. და არ არის კაი მაგ მდგომარეობაში ყოფნა. ამას იმიტომ კი არ გეუბნებით, რომ ვიღაცას გეწყინოთ. ვისაც ეგრე გჯერათ, ნუ ვიცი რომ ბევრს არ ჯერა, მაგრამ არის რაღაცა მცირე ნაწილი, რომელსაც მაგ სისულელის ჯერა. გამოდით ხალხო მაგ მდგომარეობიდან, რომ არ იცის კეთილმა მთავრობამ რა პრობლემებია და რო გაიგებს მოგხედავთ. ყველას ფეხზე კიდი ხართ. აი მე კიდი ხართ. კიდე მინდა გავაგრძელო ეგ თემა რა გქცი. მე ბევრი ადამიანი მსმენია, გამიგია, შეხვედრილ ვარ და ასე შემდეგ, რომელიც არის რანაირ პოზიციაზე. იცი საქართველოში ხა აბსოლუტური უმრავლესობა. ყველაზე სწორი პოზიცია ეს არის და ყველაზე სწორ პოზიციაზე აბსოლუტური უმრავლესობა იმ გაგებით, რომ არავის არ უხარია საქართველოში ქართველები რომ ცოტავდება საქართველოში დემოგრაფიული პრობლემები რო ყველა ამას განიცდის უმრავლესობა, ხო? მაგრამ მე აი ასეთი რაღაცები მინახავს, რომ აი ამ პრობლემას ვინც ამ პრობლემას განიცდის, ის ხარს უჭერს ოცნებას. ამ პრობლემას ვინც განიცდის, ის ხარს უჭერს ნაციონალურ მოძრაობას. და ასე შემდეგ, აი ასეთი რაღაცები არსებობს. ანუ ადამიანი მართლა პრობლემად მიიჩნევს ამას, თან ერთ-ერთ ძირითად პრობლემას, მაგრამ წარმოუდგენია, რომ ოცნება ამას გააკეთებს. წარმოუდგენია, რომ ნაციონალურ მოძრაობა ამას გააკეთებს. ეგ არის აი თელი უბედურება, რაც კი აი ქვეყანას ჭირს. ერთ-ერთი წყარო ესეც არის, რომ ხარს უჭერდე ძალას, რომელიც მაგ პრობლემას თავის თავში გულისხმობს. ქართული ოცნება გამორიცხულია, რომ პოლიტიკა შეცვალოს. ქართული ოცნების შინაარსი, რაც არის, იმას აკეთებს. ეს ციფრები, რაც წავიკითხეთ, ეს ციფრები არის ქართული ოცნების შინაარსს გამოხატავს. ქართული ოცნების პოლიტიკა არის ეს ციფრები. მათი ნამუშევარია. ქართული ოცნების მოღვაწეობის შედეგია. და აქ სინამდვილეში ეს არის, ანუ მთავარი, რომ აქ ეროვნული ხელისუფლება მაგიტოა საჭირო. ეროვნული ხელისუფლება სანამ არ იქნება, მანამდე ეს ქვეყანა სუ დემოგრაფიულად კდომისკენ წავა.